ტრადიციული კორეული ჩაის ცერემონია. ჩაის კულტურა კორეაში მე-9 საუკუნიდან იწყება. იგი ბუდისტმა ბერებმა ჩინეთიდან ჩამოიტანეს. პირველი ეტაპი: ჭურჭლის შეთბობა და გამზადება სარიტუალოდ. მასპინძელი ცხელი წყლის დახმარებით ამზადებს სარიტუალო ჭურჭელს. აუცილებელია ჭურჭელი გაწმენდილი იყოს ყოველგვარი ნარჩენისაგან. მეორე ეტაპი: ჩაის რაოდენობის განსაზღვრა და მისი ჭურჭელში მოთავსება. მასპინძელი იყენებს ბამბუკის ჭოხს, რათა განსაზღვროს ჩაის ფოთლების რაოდენობა. ჩაი წინასწარ გამთბარ ჩაიდანში თავსდება. მესამე ეტაპი: ცხელი წყლის დამატება. ჩაიდანში მოთავსებულ ჩაის ფოთლებს ვამატებთ ცხელ წყალს და ველოდებით მის დაყენებას. წყლის ტემპერატურა არის მნიშვნელოვანი და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის ჩაის ვამზადებთ. მეოთხე ეტაპი: ჩაის ჭიქებში განაწილება. მასპინძელი ასხამს ჩაის ჩაიდნიდან სტუმრის ჭიქაში. ჩაის ჩამოსხმა ხდება ხელის წრიული მოძრაობით, რათა ჩაის შეუნარჩუნდეს არომატი. სტუმრის როლი ცერემონიაში. სტუმრის როლი კორეული ჩაის ცერემონიაში არის ის, რომ მიიღოს ჩაი ორივე ხელით. მან უნდა ისიამოვნოს ჩაის არომატითა და ფერით. შემდეგ კი მშვიდად მიირთვას ჩაი და შეინარჩუნოს პატივისცემა. ჩაის რიტუალისას შეინარჩუნეთ ეტიკეტი. თუ კი ჩაის თქვენზე უფროსთან ერთად მიირთმევთ, მაშინ ჯერ მას უნდა მისცეთ საშუალება, რომ ჩაი მიირთვას. ბოლო ეტაპი: სარიტუალო ჭურჭლის გაწმენდა. ეს ეტაპი ჩაის რიტუალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი ხაზს უსვამს ჩაის ჭურჭლისა და თავად რიტუალისადმი პატივისცემის გამოხატვას. კორეელებისათვის ჩაი არა უბრალოდ სასმელი, არამედ შინაგანი ბალანსის პოვნის გზაა.